for the panda, of course, I was privileged to have an opportunity to see baby pandas, little pandas. So, aren't they lovely, This is really, really a great place to visit. 2 წლის წინ მაშინ მოქმედი და ახლა უკვე ყოფილი პრემიერი ჩინეთში ჩვილ პანდებს ეფერებოდა და ამის შესახებ ჩინური ტელევიზიიდან იუწყებოდა. 2 წლის შემდეგ მოქმედი პრემიერის ინტერვიუსას პანდა მაგიდაზე გამოისახა. პანდა წამყვანი კადრები ინტერვიუს შინაარსი, თითქმის ყველაფერი იგივე. ორივე შემთხვევაში მთავარი ხაზი ჩინეთის პრეზიდენტის ქება და დიდებულების ხაზგასმაა. ამას მიჩვეულები არიან, არც ერთს გასჭირვებია. Without exaggeration. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სიჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. მასშტაბური ხედვის მქონე ბრძენი ადამიანია. ის შთამაგონებელი ლიდერია. Yes, it's really impressive. ძალიან შთამბეჭდავია რა როლსაც ასრულებს ჩინეთი თანამედროვე სამყაროში და ეს რა თქმა უნდა ჩინეთის პრეზიდენტის ლიდერობის დამსახურებაა. ყველა ინიციატივა, რომელსაც პრეზიდენტი და ჩინეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს თავაზობენ და უჭერენ მხარს დაფუძნებული ღირებულებებსა და პრინციპებზე, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია. Are based on the values and are based on the principles, which is very important in the modern world. President Xi's initiatives are really outstanding. პრეზიდენტ სის ინიციატივები არის გამორჩეული და მე ვფიქრობ ეს ინიციატივები შთააგონებს ბევრ ერს, ბევრ ქვეყანას, ასე რომ მე სრულ მხარდაჭერას უცხადებ მის ინიციატივებს. So we very much appreciate ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ პრინციპებს, წესებზე დაფუძნებულ ინიციატივებს და იმ ხედვას, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი და მთავრობა სთავაზობენ მსოფლიოს. ინიციატივები მოსწონთ კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტის, რომელიც მაო ძედუნის შემდეგ ყველაზე ავტორიტარ ლიდერად ითვლება. ცხადია მოეწონებათ წლების განმავლობაში პარტიისა და ქვეყნის სიწმინდის დაცვის ლოზუნგით ჩინეთში 100,000-ობით მოქალაქეზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. სი ძინპინმა შექმნა კომიტეტი, რომელსაც ჰქონდა სრული ძალაუფლება დაეკითხა და დაეპატიმრებინა ყველა პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელიც მის ოპოზიციად მოიაზრებოდა. სანამ თემას გავაგრძელებ, ერთ რამეს მოვფენ ნათელს ჩასაფრებულებისთვის. ჩინელ ხალხს, ჩინურ ცივილიზაციას და მათ კულტურასა და ისტორიას არაფერს ვერ სჭირდება. საუბარია მმართველობის მოდელზე, რომელიც დღეს ჩინეთშია, ავტორიტარული სისტემა, სადაც თავისუფლებები და მოქალაქეთა უფლებები შეზღუდულია და საუბარია იმაზე, როგორი მისაბაძი მოდელია ქოცისთვის ეს და ბაძავს კიდეც. აკითხვა მოქმედმა პრემიერმა სულ სხვა ინტერვიუში, ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებებიო. მისი წინამორბედიც ძალიან მოხიბლული იყო ავტორიტარი ლიდერის ინიციატივებით თავის დროზე. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი სახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. იმის თქმა, რომ ჩინეთთან საერთო ღირებულებები გაკავშირებს, ეს ბევრად მძიმე რაღაცაა, ვიდრე რო თქვა რუსეთთან საერთო ღირებულებები გაკავშირებს და ხა არ ვიცი რა არის საერთო ღირებულება ის რომ აი მე მაგალითად შეგვიძლია გავიხსენო რომ მაომ ხო ჩინეთი ერთპარტიული ყოველთვის კი არ იყო რომ ბევრი პარტია იყო იქ ოღონდ მაომ ეს პარტიები მოიწვია ერთ დღესაც მაგიდასთან და უთხრა რომ ხალხო მოდი დისკუსია გავმართოთ ანუ კომუნიზმს როგორ მივახციოთ ხო და იქ ვიღაცებს ეგონათ რომ კარგი იდეა იყო და რაღაცები თქვეს და მე რა იყო და დახვრიტა ეს ხალხი და მრავალპარტიული ჩინეთი გადაიქცა ერთპარტიულ ჩინეთად რა. ივანიშვილი ზუსტად იგივეს აკეთებს, ეხლა ჯერჯერობით არავინ დაუხრეტია, მაგრამ სინამდვილეში ასე აკეთებს პარტიებთან მიმართებაში, ხო? ანუ პარტიები დახვრიტა ივანიშვილმა. და ჩვენ რაღაცნაირად ნელ-ნელა ვემსგავსებით ერთპარტიულ ჩინეთს, ხო? როგორც საბჭოთა დროს ერთი პარტია იყო, ჩინეთშიც ერთი კომუნისტური პარტია, საქართველოშიც ეგრე უნდა ივანიშვილს რომ იყოს ერთი კომუნისტური პარტია, რომელსაც ერქმევა ქართული ოცნება. ხო, რავი, თანხwebdriver არის, აბა რა არის, ხო, ღირებულებებში. მას შემდეგ რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას ევროპაში აღარავინ ელაპარაკება და ამერიკიდანაც მათ შორის ახალი ადმინისტრაციიდან მუდმივად კრიტიკის წერილები მოდის, ივანიშვილის პრემიერისგან გაირკვა, რომ საერთო ღირებულებები ახლა კომუნისტურ ჩინეთთან გვაქვს. საქართველოს პარლამენტში მოვედით, რომ დეპუტატებთან გავარკვიოთ, რომელი არის მათთვის გამორჩეული ჩინური ღირებულება. თქვენთვის ყველაზე მოსაწონი ჩინური ღირებულება რომელია, რომ მითხრათ? ჩინური ღირებულებები მოგწონთ თქვენ? აი რომ ერთი რომ მითხრათ რა რომელიმე გამორჩეული რომელია თქვენთვის? მეტი სერიოზული რა კითხო თქვენმა პრემიერმა თქვა კაცო?
ანუ აი რომ მითხრათ ერთი თქვენთვის გამორჩეული ჩინური ღირებულება რომელი არის? რატო? თქვენც ვერ გამცემთ? იქეთა მეორე? რომელი ჩინური ღირებულება გიყვართ ყველაზე მეტად რომ მითხრათ? გამარჯობა. მე მაინტერესებს რომ მითხრათ აი თქვენი საყვარელი ჩინური ღირებულება რომელია? სხვა კითხვას დაგისვამთ. აი ერთადერთი მშვიდობიანი სახელმწიფო რომელი არის სოფლიო პოლიტიკაში ხო არის გახსოვთ? ერთი აი თქვენი ყველაზე საყვარელი ჩინური ღირებულება რომელია? თქვენ ხარ მეტყვით რომელი არის თქვენი საყვარელი ჩინური ღირებულება? ანუ ხო არიცით რომელი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკაში? არის. აბა ჩინეთიო ასე რა თქვა კობახიძემ? არ უსმენთ ხოლმე პრემიერს? ბათ თქვენი აზრით დასავლეთთან უფრო მეტი საერთო ღირებულება გვაქვს თუ ჩინეთთან? ევროპასთან, ამერიკასთან უფრო მეტი? ჩვენს გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ინტერესები სწორად მუშაობენ. ხო და ჩინეთთან გვაქვს უფრო მეტიო პრემიერმა თქვა და ბატონო ბეჟან, გამარჯობა. აი, თქვენი აზრით, ჩინეთთან უფრო მეტი საერთო ღირებულება გვაქვს თუ დასავლეთთან, ევროპასთან და ამერიკასთან? ჩინეთთან და ევროპასთან და ყველა. ევროპასთან აღარ გვაქვს და. ურთიერთობა გვაქვს ევროპასთან კიდე? მათ არ უნდა თვითონ და რა? თქვენ გინდათ? ვერ არ გინდა, ყველასთან გვინდა მე, ხო? მე ხო გვიგნებიან რომ დემოკრატიულები იყავით. რაზე უნდა დემოკრატი რა? აი მაგალითად პოლიტპატიმრები რო არ გყავდეთ. გასვია რომელი პოლიტპატიმრები? რუსულ კანონებს რო არ იღებდეთ, რა 1000 რამე შემიძლია ჩამოგითხოვ წერია ხოლმე. კითხულობთ ხოლმე იმ დასკვნებს ისე თქვენ? უაზრობა რასაც წერეს. ეს არის კონკრეტული. აი, თქვენ თუ ისე იცით რომ უაზრობა არის. და რა ნაწილში იყო უაზრობა? აი კონკრეტულად რომ მითხრათ. შეფასებებში. პირველ რიგში შეფასებებში. კოცი მგონი კარგად ვერ ერკვევა ჩინურ ღირებულებებში, მაგრამ არაუშავს. როგორც კობახიძე იტყვის, ისე იქნება. მანამდე ისე იყო, როგორც ღარიბაშვილი ამბობდა. დიდად განსხვავებულს არც არაფერს ლაპარაკობდნენ, რადგან როგორც აწ უკვე კორუმპირებულად შერაცხული ქარსელაძე იტყოდა, ეს არასაც დღეს ვაკეთებთ. ის პუძი არის და სხვანაირად არ შეგვიძლია. სხვანაირად ვერც ვაკეთებთ. პუძე ერთია. პუძე ერთია და ის ივანიშვილია, ყველა მოქმედი ისე მოიქცევა, როგორც მის ინტერესებს დასჭირდება. ყოფილებიც ვერ გაბედავენ დიდად ხმის ამოღებას. პროპაგანდაც ისე მოგაწვდით ამბავს, ვერ გაარკვევთ, როდის ვინ ტყუოდა და როდის ვინ ამბობდა მართალს. პროპაგანდას რაც შეეხება, კოცის სულთან დააქვს. ჩინეთში წავა თუ ხაშურში ჩავა. არსა დავიწყდება გამოგონილ შიშებსა და ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირება. I would say that China is the only peaceful superpower in the modern world. არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი. ჩინეთის გარდა ომი უნდა ყველას. უფრო კონკრეტულად კი ომში ჩვენი ჩათრევა. ერთადერთი ჩინეთია, რომელიც ომში არ გვეკაჩება. აქ ახალი არაფერია. ომი უნდა ევროპას, ომი უნდა და ბაიდენის ადმინისტრაციას, Deep States, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც ომი უნდა. კობახიძის სიაში მშვიდობიანი ქვეყნების რიცხვში ვერცის მოხვდა, რადგან იქ მხოლოდ ერთი ადგილია და ისიც ჩინეთმა დაიკავა. აქაც ძაღლისთავი თუ როგორც არის ეშმაკი დეტალებშიაო, ხო? ჩინეთი სულაც არ არის ისეთი მშვიდობის მყოფელი სახელმწიფო, როგორც უნდა რომ კობახიძემ წარმოადგინოს სინამდვილეში და ეხა მაგნაწილში არ დავიწყებ რა ქვია იქ რაღაც ლექციების ჩატარებას, მაგრამ ჩინეთი სადაც არის გეოგრაფიულად, ხო? მის გარშემო საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა, მას ძალიან რთული ურთიერთობა აქვს ინდოეთთან, რთული ურთიერთობა ჰქონდა იაპონიასთან, მანამდე კი არა და ტაივანის საკითხი საერთოდ ძალკე საკითხია და რაღაცა იქ მე მშვიდობის მყოფელობა ჩინეთის მხრიდან ვერ დავინახე მაინც რეგიონალური თვალსაზრისით. ჩინეთი სულაც არ არის დიდი მშვიდობის მყოფელი, უბრალოდ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩახედული იქაურ პოლიტიკაში დიდად. ასე რომ ჩინეთის მშვიდობის მყოფელობას ისევე როგორც ასე ვთქვათ საერთო ღირებულებებს ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი აზის თავს. ჩინურ ღირებულებებთან უკიდურესად დაახლოების პარალელურად კოცი ბრიუსელთან ღირებულებებზე ვერ თანხმდება. პრინციპში ლოგიკურია. თითქმის შეუსრულებელი მისია ჩინური ღირებულებები ოდნავ მაინც დაუახლოვოთ დასავლურ ღირებულებებს და თუ ვერ უახლოვებ ორივე მოგწონდეს. აქ მთავარი პრობლემები ჩვენ ვეძებოთ ბრიუსელში.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დღას ყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. მთავარი პრობლემა სინამდვილეში რაც არის ჩვენი ურთიერთობებში ბრიუსელთან არის ის, რომ ჩვენ ვერ თავხდებით თავარ ღირებულებებს. ცხადია, ავტორიტარი ბიზნეს მარიონეტი ბრიუსელთან ვერაფერზე შეთანხმდება. ოღონდ ეს არა ბრიუსელის, არამედ თავად შალვას პრობლემაა. და მაინც რიგით კოდს უჭირს პასუხისგაცემა კითხვაზე, ჩინური ღირებულებები ურჩევნია თუ დასავლური. ირაკლი, ხო ვერ მეტყვით ჩინეთთან უფრო მეტი საერთო ღირებულება გვაქვს თუ დასავლეთთან? და ჩინეთთან? ჩინეთთან გაქვთ საერთო? ბატონო შალო, მეც გითხავთ რა, ჩინური ღირებულებები გირჩევნიათ თქვენ თუ დასავლური, ევროპული და ამერიკული? აი, ჩინური ღირებულებები უფრო მოგწონთ თუ დასავლური რომ მითხრა? გამარჯობა, ერთ კითხვას დაგისვამთ. ჩინური ღირებულებები უფრო მოგწონთ თუ დასავლური? აი, ორი წამით რომ მითხრათ რა. Das არის ყველაფერი მოწონს. ხო და რომელი უფრო არის ჩინური თუ დასავლური? რომელიც უკეთესი იქნება ჩამოწერლო. ხო და თქვენი აზრით რომელი არის? რომელიც უკეთესი იქნება ის მომეწონებაო რუსული ხალხის ძალის წარმომადგენელმა ხუნდაძემ. ევროპული რომ აღარ მოსწონს დიდი ხანია ცხადია, მაგრამ გამოცდილია დიმიტრი. იცის რომ პროპაგანდისტვის მთლად ასე პირდაპირ ლაპარაკი არ ვარგა. ქართულზე უნდა კონცენტრირდეს, როგორც ვითომ ნამდვილი ეროვნული ხელისუფალი. ისინი კვლავად ცდილობენ, რომ საკუთარი მომხრეები აი ამ რაღაც სისულელეში დააჯერონ და აი ამ რაღაც ნისლში ყავდეთ გაბრუებული, იმიტომ რომ ერთის მხრივ ისინი ამბობენ, რომ ანუ საერთო ღირებულებები უკვე აღარ აქვს ევროპასთან, იმიტომ რომ ევროპამ როგორც ჩანს თავად დაკარგა ეს ღირებულებები, თვითონ აცდა საკუთარ თავს, როგორც კობახიძე და პაპუაშვილი ამტკიცებს, მაგრამ ასე მარტივად კი არ არის, ესე იგი ჩვენ მივცემთ რაღაც დროს ევროპას და აი ამ ხნის განმავლობაში ისინი დაიბრუნებენ ჭეშმარიტ ღირებულებებს და აი მერე 2030 წლისათვის ჩვენც ამ დროს ესე შემოუვლით და შეუერთდებით. ხო, ანუ აი ამ ტიპის პროპაგანდაზე გვაქვს ლაპარაკი და ანუ ახლა ეს ტელეკომპანია იმედის თუ კიდე სხვა რაღაც მაყურებელი ამას ჩვეულებრივად ახლა twin გამორეცხილ twin-ში რომ რაღაც კარგად რომ გამორეცხავ ამ twin-ს მე რასაც გინდა იმას ასე თქვა ჩადებ შიგნით. 2017 წელს ჩინეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა LGBT თუ იურიდიული აქტივისტებისთვის ქვეყანაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი მედიაზე. 2019 წლისთვის ჩინეთის ციხეებში საშელს 48 ჟურნალისტი იხდიდა. უფრო მეტი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. ჩინეთის პრეზიდენტ სის განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ვლადიმერ პუტინთან. ამ წლების განმავლობაში სი ძინპინი პუტინს უფრო მეტჯერ შეხვდა, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკურ ლიდერს. ჩინეთში სათვალთვალო კამერების ყველაზე დიდი ქსელი მოქმედებს. სულ 200 მილიონზე მეტი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და ამ კუთხით ქვეყანა რეკორდსმენია. კიდევ უამრავი კონკრეტული ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ადამიანების უფლებებზე საუბრისას მხოლოდ იმის აღნიშვნაც კი საკმარისია, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე ოჯახებს ერთ შვილზე მეტი სყოლის უფლებაც კი შეუზღუდა. ჩინეთი ასევე გამორჩეული იყო იმით, რომ 1979 წელს აი ესეთი პოლიტიკა შეიმუშავეს, რომელიც მე საკანონმდებლო დონეზე კანონებით გაამაგრეს, ერთი ოჯახი, ერთი შვილი. ხო, ანუ ჩინეთში წყვილს არ ქონდა უფლება, რომ ერთ შვილზე მეტი ყოლოდა. სხვა შემთხვევაში ისინი არ ვიცი როგორ ისჯებოდნენ მაშინ, მაგრამ ნუ და ამაზე მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებით რა შეიძლება იყოს? ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც შვილის ყოლას უკრძალავენ ადამიანებს, ხო? და ეს დიდხანს გაგრძელდა. 2015 წელს შეჩერდა საბოლოოდ ეს პოლიტიკა. და ამ ყველაფრის გაანალიზების ფონზე სრულიად გასაგებია, რომ დემოკრატიულ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ თავისუფალ დასავლეთთან ვერ ექნებათ საერთო ივანიშვილს და მის მარიონეტებს, რაც ელემენტარული შედარებითი ანალიზითაც კი დასტურდება. ივანიშვილმა ციხეში გამოამწყვდია ლამის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი. უკიდურესად შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაქსიმალურად შეავიწროვა კრიტიკული მედია, თითქმის აკრძალა აქციები, მიიღო რუსული კანონები, ქვეყნის მტრებად გამოაცხადა ყველა, ვინც მის აზრს არ ეთანხმება. და ასე მივიღეთ რუსული რეჟიმის კომუნისტურ ჩინური ვერსია, რომელიც სინამდვილეში არც დიქტატურაში უქნია ღმერთს და არც დემოკრატიაში. ზუსტად ასეა.
თითქმის აკრძალა უკითხვა თიკომ, მაგრამ დღეს 354 დღეა უწყვეტი აქციები და ჩვენ რამდენიმე წამში ჩავრთავთ დროების ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძეს, გავიგებთ აქცია დღეს რა მიმართულებით მოძრაობს და როგორ რეაგირებს ამ მოძრაობაზე საპოლიციო ძალები. მანამდე კი უნდა ვახსენოთ აუცილებლად, რომ ამ რეპორტაჟზე მუშაობის გამო ოცნების ვითომ დეპუტაცია ძალიან უკმაყოფილო დარჩა და თინათინ ერაძის კითხვებმა პარლამენტარებად წოდებულებს დისკომფორტი შეუქმნა და დროების ჟურნალისტ ქალბატონ ეკა ჭიჭინაძის საჩივრის საფუძველზე აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. Ну, რა თქმა უნდა, თინათინი პირველი ჟურნალისტი არ არის, ვისაც პაპუაშვილის სანქცია შეეხო. რამდენს შეუჩერებთ და როდემდე, თუ დიქტატურა ჯობს ბოლომდე. საერთოდ აღარ შეუშვათ კრიტიკული მედიის ჟურნალისტები მაგ შენობაში. ისე კი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში თინა იყო არაფრის გულისთვის ძალის გამოყენებით იურიდიული კომიტეტის სხდომიდან იძულებით გააძევეს, გახსოვთ თქვენ ეს კადრები, მანდატურები როგორ ეჯაჯგურებოდნენ ახალგაზრდა ქალს ჟურნალისტს ჩვეულებრივად გაშუქების დროს დარბაზიდან გასაყვანად და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდათ ესე ვთქვათ უტიფრობასთან და სითავხედესთან ერთად. ძალადობაში მანდატურის უფროსი ალექსანდრე ყაველაშვილი და პარლამენტის დაცვის უფროსი თორნიკე ჯანელიძე მონაწილეობდნენ მაშინ, ორივე ისევ იმ შენობაში მუშაობენ. ჟურნალისტებზე სხვა ძალადობებს და მუქარებს აღარ ჩამოთვლი, მით უმეტეს როცა ჩვენი კოლეგა ბზია ამაღლობელი უკანონოდ აგერ უკვე 10 თვეა რეჟიმის ციხეშია და სააპელაციო სასამართლოსგან ჩვენ განაჩენს ველით მომავალ კვირას უკვე.